მოგესალმებით. რუბიოს განცხადებამ სრული სიზუსტით ყველა დეტალის გახსნით სიცხადე მოფინა მანამდე წარსულში გაკეთებულ აშშ-ს საელჩოს განცხადებას და ამერიკული დელეგაციების მიერ ქართული ხელისუფლებისთვის ნათქვამ სრულიად კონკრეტულ მოთხოვნებს. ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რასაც ძლიერი საქართველო ამბობს სისტემატიურად ბოლო თვეების განმავლობაში. კერძოდ, არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება რეჟიმის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების გარეშე. ამერიკა რეჟიმს აძლევს დადებითი ურთიერთობების შანსს, მაგრამ ამ შესაძლებლობას გააჩნია სრულიად კონკრეტული ფასი. რუბიოს და ამერიკული მხარის წინადადება არის მარტივი, გასაგები და ნათელი. პირადად მე დანიელოს გუნდმა საზოგადოებას არაერთხელ გავაცანით ის თუ რა არის ეს ფასი. პირველი, ანტი-ამერიკული რიტორიკის შეწყვეტა. მეორე, შუა დერეფნის და ანაკლიის სპორტის განვითარება. მესამე, ჩინეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება. ირანთან რევენანსის შეწყვეტა. ადეკვატური პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტაბილური, ფუნქციონირებადი პოლიტიკური ინსტიტუტების საარსებოდ, რომელშიც მონაწილეობას შეძლებს თავისუფალი არჩევის შედეგად გამორჩეული დემოკრატიული ოპოზიციური ჯგუფები. ეს არის მკაფიო ნუსხა საკითხებისა, რომელზე მოქმედების გარეშეც არ მოხდება არავითარი სტაბილიზაცია და არ მოხდება არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა. ბურთი არის ქოცების მოედანზე, მაგრამ ქოცები არიან რუსები, რომლებიც ღალატობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესს. სამწუხაროდ, პროპაგანდა, პრემიერად წოდებული კობახიძე და რიგი ოპოზიციონერები უაზროდ ავითარებენ სიების აღდგენის თეორიას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აშშ-ს რეალური მოთხოვნების გადასაფარად სჭირდება. თუმცა აშშ-ს მოთხოვნებს ვერ გადაფარავენ ამ პრიმიტიული პროპაგანდით. არჩევნები, პოლიტპატრიოტების გათავისუფლება, ანტი-ამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, შუა დერეფნის და ანაკლიის სპორტის განვითარება, ჩინეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება, ირანთან მეგობრობის და პოლიტიკური ფლირტის შეწყვეტა, ადეკვატური პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა. ეს არის გამოსავალი და ის აბსოლუტური მინიმუმი, რომლის გარეშეც არავითარი ნორმალიზება არ მოხდება და მინდა ყველა მიცოდეს, როგორც ამ რეჟიმმა, ასევე ზოგიერთმა კოლეგამ, რომელიც არის ჩართული ჩვენთვის გაუგებარ რიტორიკაში, რომ ყველაფერი სხვა არის ბელეტრისტიკა. გემს მიხედეთ ბატონებო, გემს. მადლობა.